მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამატრენერის რეალურ პროგნოზებს. პირველი ბრძოლა განიხილება ლაშა გოძილა მინაშვილი და ანრი ბესტავაშვილი. ხო? ბესტავაშვილი, ხო. იმის მიუხედავად, რომ წონა განსხვავდება ძალიან, 20 კილოთი არის ჩემი ინფორმაციით მძიმე ბესტავაშვილი, მაგრამ გოძილამ საგრძნობლად დაიკლო წონა, ამას პლუს კარდიო გაიმჯობესა და თუ გაუძლო, გაექცა, გამოექცა, ჩემი აზრით, ვფიქრობ, რომ გოძილა ამ ბრძოლას გაიმარჯვებს. შემდეგი ბრძოლა გვაქვს ჩემთვის ძალიან საინტერესო. სანდრო ჯაჯანიძე, გიგი ბერიძე. ორივე არის მოკრივე. ჩემი აზრით აქ იქნება კლასიკური კრივი, რაც ძალიან მიყვარს. დადგებიან ბიჭები და სუფთად კრივს ჩაატარებენ გამას რინგზე, ნუ ჩემი აზრით. ისე კი არა მაესტროსავით კრივს რო ჩხუბობდა და ჩაქუჩებს რო იქნებს. ეგრე არა, კლასიკური კრივი იქნება და პატარა უპირატესობით ჩემი აზრით ბერიძეს უფრო მეტი შანსი აქვს, თუმცა ჯაჯანიძეც მაგარი მებრძოლია, ვნახეთ იოსელიანთან როგორი ბრძოლას ჩაატარა, ასე რომ შეიძლება ვცდები კიდევაც, მაგრამ უპირატესობას მე მივცემდი ბერიძეს. შემდეგი გვაქვს დავით ბადურაშვილი და მერაბ გუკასიანი. ნუ აქ ძალიან ახლო ბრძოლაა ჩემი აზრით, თუ ბადურაშოვს ისევ გაუვარდა და ნოკდაუნა იასნია რომ მოიგებს, თუ არა და ჩემი აზრით გუკასიანი მოიგებს, მაგრამ ოდნავ უპირატესობას მაინც ვაძლევ ბადურაშვილს. თუ მაგალითად იჩხუბა ისე როგორც ჭავჭავაძესთან, იმიტომ რომ ჭავჭავაძეს მოუგო. და რეიტინგის ბოლო ბრძოლა ჩვენთან არის გიორგი ქიმაძე და ნიკა ბოკელავაძე. აქ ანდერდოგი რა თქმა უნდა ბოკელავაძეს თვლიან უმეტესობა, მაგრამ არა მე. და რატო? ქიმაძეს აქვს ტექნიკა, გამძლეობა, დიხანია, კარდიო, კარგი აქვს ყველაფერი, მაგრამ ბოკელავაძეს აქვს სასწაული ძალა და ძალიან მაგრად იქნევს, ნუ შეიძლება უმეტესად უმისამართოდ, მაგრამ რომელიღაცა თუ მოხვდა ქიმაძეს, ძალიან ცუდად წავა საქმე. ასე რომ თუ ბოკელავაძემ არ დაიწყო ქიმაძეს თამაში ჩართვა, ჩემი აზრით ბოკელავაძეს აქვს ყველა ის შანსი, რომ წამოიღოს ეს გამარჯვება. პროგნოზები იმისთვის არის, რომ რასაც ვფიქრობთ, ის ვთქვათ. ასე რომ ჩემი აზრით ბოკელავაძეს თუ გაუმართლა, ბოკელავაძე წაიღებს ამ ბრძოლას. და გადმოვედით საჩემპიონო სამ ბრძოლაზე, რომელსაც პირველი გახსნის იობაშვილი ლუკა, შეღვიაშვილი ოთო. შეღვიაშვილი კარგად ჩხუბობს, მაგრამ იობაშვილი ჩემი აზრით ფავორიტია. იობაშვილი გაიმარჯვებს ასე 70-30-ზე. წარმატებები ბიჭებს, იობაშვილი 70-30-ზე როგორც თქვი, იმარჯვებს. დანარჩენი ვნახოთ. და მეორე საჩემპიონო ბრძოლა არის დიმა დაიჰარდ ჯიქია, გიგა თაბუკაშვილი. თაბუკაშვილმა დაამტკიცა, რომ ის მებრძოლია ნამდვილად. თუნდაც ტყვია გაუმტარ იანქოშვილთან ვიჩხუბა და არ დანოკდაუნდა. მაგრამ ნუ ანდერდოგია, რა თქმა უნდა, თუმცა არის რაღაც პატარა შანსები, არავინ არ იძახის, რომ 90-10-ზე მოიგებს
ჯიქია, მაგრამ მაინც უპირატესობა აქვს ჯიქიას. თუნდაც იმიტომ, რომ ჩემპიონი უკვე იყო. ნუ სხვა ზონაში. და მოვედით ბოლო ბრძოლაზე. პიტბულით მინდა დავიწყო. ვისაც ვეკითხები ხოლმე, რომ აი ადამიანებს ჩვეულებრივს გამაზე ხსმენია, გამაიცი, გამა, პიტბული, ხო, პიტბული მარტო იმიტომ არის დასაფასებელი, რომ ყველამ იცის გამა პიტბული გამა. ყველაფერი რო გადავდოთ, იმიტომ. რაც შეეხება ბრძოლას, ერთად გვიწევს ხოლმე მე და ზომბის ვარჯიში აკა გაგრიაშვილთან და ხედავ, რომ აი არ ვიცი როგორა თქვა, ლამაზად რო გამიგდეს, არც მინდა რომ ვინმე ვაწყენინო, არც მინდა რომ ვინმე შევაშინო, მაგრამ ჩვეულებრივად ამ ადამიანს ძვლების მაგივრად აქვს რავი, ალბათ რკინები რა ის. იმიტომ რომ აი ძალიან მაგრად უტყავს, ისე უტყავს, რომ და სიმართლე გითხრათ, ვნერვიულობ, ჩვეულებრივ ადამიანურად ნერვიულობ, რომ პიტბულს რამე ისეთი არ დაემართოს, რომ მე თქვა ვეღარ იჩხუბოს ან რამე. ია წარმატებას უსურვებ, რომ ტრავმების გარეშე მორჩეს ეს ბრძოლა. ნუ და რავი, რა შემიძლია თქვა, რომ პროგნოზიდან გამომდინარე მოიგებს, რა თქმა უნდა, ზომბი. ანუ იმედი მაქვს, დიდი იმედი მაქვს, რომ თავარი მსაჯი დოლიაშვილი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებებს. იცით ხო დოლიაშვილი ვინ არის? აი ის რო თქვა, თუ საჭირო იქნება არ გააჩერებს, თუ არ იქნება საჭირო, მაშინ გააჩერებს. მოკლედ, იმედი მაქვს დოლიაშვილი იმსაჯებს 100%. აქვე მინდა ვახსენო ჩვენი პარტნიორი ვალჰალა, ფიტნესში შეგვიძლია ვივარჯიშოთ. კრივში თუ გინდათ მომზადება აკა კაპრიაშვილი ამზადებს, აუცილებელი არ არის რომ ულვაშები გქონდეთ, ისედაც მიგიღებთ, მოგზანდით და აი ზომბი მაგალითად გამას ჩემპიონი გახდა იმის მერე რაც დაიწყო კაკრიაშვილთან ვარჯიში. მოკლედ ვალჰალა გელოდებათ, ვისაც გინდათ რომ ვიკინგივით ძლიერი იყოთ, მოგზანდით ვალჰალაში. აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო, ნახვები თუ ექნება, ჩვეულებრივად ყოველ ივენტზე გამოვა ასეთი პროგნოზები და ასევე მინდა მოგიწოდოთ, რომ YouTube-ის ლინკი იქნება აღწერაში, გადადით, გადმოიწერეთ, იმიტომ რომ აქ ზოგადად დიდი ვიდეოები ძალიან იშვიათად იდება ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ რელსებზე მუშაობთ, ასე თუ ისე. დიდი ვიდეოები იდება YouTube-ზე, ასე რომ თხოვნა იქნება, გადადით და გამოიწერეთ. დღესაც სულ ეს იყო, თქვენთან იყო ექსპერტი, გამა ტრენერი, მომავალ შეხვედრამდე.